შენთან არს მოგილოცავთ ერისვალებას უფლისა ღვთისა და მასურისა ჩვენისა იესო ქრისტესას ეს მართლაც დიდი სიხარულია დიდი დღესასწაულია ვინაიდან დღეს დღესასწაულობთ ერთ-ერთ საუკუნე დღესასწაულს და მე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ რომ ეს იყო გამოჟღავნება გამოხატვა კიდევ ერთხელ დამტკიცება რომ ის ნამდვილად ჭეშმარიტად ძევდისა იყო მოგეხსენებათ და სახარებაში წავიკითხეთ რომ მაცხოვარმა თავისი უახლოესი მოწაფეები სამი მოწაფე პეტრე, იაკობი და იოანე გამოირჩია და ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე იქ ყოფ გალილეაში ყოფნის დროს იქ ყოფ ყველაზე მაღალ მთაზე აიყვანა თავისი მოწაფეები როგორც ლუკა მახარებელი აღწერს ლოცვად და როდესაც ავიდნენ ამ მთაზე და მაცხოვარი განმარტოვდა მოციქულებს ჩაეძინათ ამ პერიოდში ვინაიდან მათ იცოდნენ რომ მაცხოვარი ლოცვისთვის იყო იქ ასული და მას გამოეცხადება უბრალოდ უფალი იხილავს იქ ყოფს და მგლობს წმინდა წინასწარმეტყველთა შორის გამორჩეულ წინასწარმეტყველებს მოსეს და ილიას და ეს იყო 6 თვით ადრე სანამ მაცხოვრის ასე ვთქვათ ჯვარცმა მოხდებოდა ეს იყო ნუგეში ეს იყო წარდგომა კიდევ ერთხელ ღვთისაგან მიმაგრებული ნუგეში მაცხოვრისადმი რომელსაც კაცობრიობის ცხოვრება გამოიარა და წინ მოელოდა კაცობრიობის ხსნისათვის ჯვარცმა ტანჯვა შეურაცხყოფა და აი ამისათვის უფალმა ეს წუთი ეს მოწოდება ამიტომ დაუშვა რომ ამ მაღალ მთაზე თაბორის მთაზე ჩვენ ვიცით რომ ეს იმ პერიოდში არ იყო ხსენებული მაგრამ წმინდა ეკლესიის გადმოცემით ასე მოიწოდება და მოიხსენება და სხვათა შორის წმინდა დავით მეფსალმონეც ახსენებს დღეს ჩვენ წარდგომაშიც მოვისმენთ თაბორი და ერმონი სახელით და შენით იხარებდნენ ასე რომ აი ამ გამოცხადების პერიოდში როდესაც უფალს გამოეცხადება წმინდა მოსე და ელია წინასწარმეტყველი იხილავენ მოციქულები გამოეღვიძება და იხილავენ უფლის სახეს ვითარცა ელვა ისეთი ნათელი იყო და პირი ვითარცა თოვლი სპეტაკი აი ესე ასახავენ და გამოხატავენ მოციქულები უფლის იმ პერიოდ გარეგნობას და ეს იმას ნიშნავდა რომ უფალმა დაანახა მათ ბუნებრივი ზეციური სახე და მდგომარეობა რომელიც უფალს გააჩნია ზეცაში და იმდენად სასიხარულო იყო ეს ფაქტი რომ მოციქულები დადუნდნენ აი ამ სიხარულისაგან ვერაფრის თმა ვერ შეძლეს და ეს იყო კიდევ ერთი გამოხატვა იმისა რომ უფალი რასაც გადაგებდა მაცხოვარი ყველანაირად კავშირში იყო მოსესთან და მოსეს ქადაგებაც იგივენაირად კავშირში იყო ღვთის ნებასთან და ღვთის ცნებებთან. ვინაიდან თქვენ იცით რომ ფარისევლები და წიგნობლები ცდილობდნენ რომ მოსეს რჯული საწინააღმდეგოდ დაეხასიათებინათ მაცხოვარი ვინაიდან რაიმე შეცდომაში გამოეჭირათ იქნებ და რაიმე ასე ვთქვათ ხელის ჩასაჭირი ყოფილიყო მაგრამ ეს გამოცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ზუსტად უფალი იცავდა იმ მოსეს ცნებებს რომელიც ცნებებიც მიიღო მოსემ უფლისგან და ამას ხორციელი ცხოვრებით იცავდა და ასრულებდა. ასევე ელია წინასწარმეტყველის გამოცხადება თქვენ იცით რომ ელია წინასწარმეტყველი ზეცად ხორციელად იქნა აღტაცებული რომელსაც სიკვდილი არ უხილავს და ეს ერთი კიდევ გამოხატულება არის იმისი და ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენებს და გვიმტკიცებს უფალი რომ უფალი ორივე სოფლის მფლობელი არის მოსე რომელიც გარდაცვლილი იყო და წარდგარი სასუფეველში ყოფი და ელია რომელიც ხორციელად იყო გასული ანუ სულის და ხორცის მფლობელი რომ არის უფალი ამით ამას გამოხატავს ეს დღე ერთგომარეობა და ამის ხილველი რა თქმა უნდა მოციქულები სიხარულით აღივსებიან და იმდენად სასიამოვნო იყო იმ ყოფობა რომ პეტრე მოციქული ამოიღებს ხმას აი ამ შიშის შემდეგ და ეთქვის რომ უფალო
კეთილი არის ჩვენი აქ ყოფნა და თუ ნებას დამთავრდო სამ კარიბჭეს გავაკეთებთ სამ ტალავერს ასე აღნიშნავს და ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიას იმდენად კარგია და ჩვენ აქ დავრჩეთ, ვინაიდან იქ შეიგრძნეს სასუფეველის ასე ვთქვათ, ბედნიერება და ნეტარება და იქიდან განშორება აღარ უნდა. და თქვენ იცით, ორი შემთხვევა არის სახარებაში, როცა ზეციური მამის ხმა ისმის, ეს არის ნათლისღების ჟამს და ეს შემდეგ იყო მეორე აი ამ სულთმოფენო ფერისცვალების ჟამს. და ღრუბლიდან იმ პერიოდში ღრუბლით იქნა მოცული იქაურობა ნათელი ღრუბლით და ღრუბლიდან გაისმება ხმა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ. ანუ კიდევ ერთხელ მოგიწოდებს უფალი, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტ სარწმუნოება არის სმენა, გათავისება იმ ცნებებისას, რომელსაც უფალი სახარებაში გვიტოვებს და გვასწავლებს დიდებული ჩვენთაგანს. და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ წუხელის გარდა მოვიდა კიდევ ეს ნათლის ღრუბელი ფერისცვალების თაზე, ეს არის ნიშანი, როგორც ჩვენ ვიცით, რომ სანამ თაბორის თაზე ნათლის ღრუბელი გარდა მოვა, იქამდე ვიცით, რომ არ არის მოსული ჯერ კიდევ მეორედ მოსვლის ჟამი, თუმცა ჩვენთვის სასიხარულო უნდა იყოს მეორედ მოსვლის ჟამი, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები უფრო მეტად უნდა ვეძლეოდეთ სულიერ მოწესრიგებას, სულიერ წინსვლას, სულიერ წარმატებას და ზუსტად კიდევ ერთი წელიწადი მოგვეცა ჩვენ შეიძლება ვთქვათ ასე სულიერი ასე ვთქვათ წესრიგისთვის და სულისხმოვნებისთვის ყველა საქმით, ლოცვით, მახვით თუ სიკეთებით რომ შევემზადოთ უფალთან შეხვედრისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი წელიწადი არ არის ჩვენთვის საგულისხმო, რომ ჩვენ ერთ წელიწად ვიცხოვროთ, ჩვენ არც ხვალინდელი დღე არ გვაქვს გარანტირებული, მაგრამ ჩვენი მოლოდინი მაინც უფალთან შეხვედრისა ყოველთვის უნდა იყოს მზადების ყოველდღიურად, რომ უფალთან პირნათელი წავდგეთ ყოველი დღე და ყოველი იმ წუთით, რომელსაც ჩვენ გვერდით ვჩუქნით. მოგილოცავთ კიდევ დღევანდელ დღეს და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ფერისცვალება თუ არ მოხდება მიწიერ ცხოვრებაში, თუ ჩვენ აქ არ შევიცვლით ფერს, ისეთივე მდგომარეობით წარდგებით ხის წინაშე და აქედან გამომდინარე ფერისცვალებას თუ მოვახდენთ ჩვენ სულში, ისეთივე სამჟავრო გვექნება მარადიულ სამყოფელში. Გვერდმა დაგლოცოთ, გვერდმა გაგათვალოთ, გვერდმა მოვხდეთ ძალა, უნარი რომ მართლაც ფერი ვიცვალოთ იმ ყველა შეცდომებისაგან, იმ ყველა ცოდებისაგან, რომელსაც ბოროტი ყოველდღიურად თავაზობს და ჩვენ კეთილგონიერი ქრისტიანი უნდა ვიყოთ მარადიულად დამცველი, მცველი საკუთარი სულისა, საკუთარი მოყვასის სულისა, ერის, ქვეყნის და ასე შემდეგ. Გვერდმა დაგლოცოთ, გვერდმა გაგათვალოთ, გვერდმა დალოცოს ეს სოფელი, თითოეული დღეთაგანი, თქვენი ოჯახები და მადლობთ უფალს, რომ ჩვენ ეპარქიაში გვაქვს რამოდენიმე ფერისცვალების სახელობის ტაძარი და ჩვენ წელს აქ ვიდესასწავლით, მომავალ წელს ალბათ მეორე ტაძარში და ასე მორიგეობით აღვნიშნოთ ხოლმე ეს საუფლო წინვარე დღესასწაული. Გვერდმა დაგლოცოთ და ფერისცვალების მადლი არ მოგაგდოთ დღე და სულიან საკუთარ ჩვენთან არსებობს.